ანონიმუსი $3. ნიკო პანთეიზმის შესახებ გვესაუბრეთ თუ შეიძლება. Argumentები მაინტერესებს, რითიც დამტკიცდება, რომ ჭეშმარიტება არის. რელიგიურად ყველაზე ახლოს მივიჩნევ და მაგიტომ მაინტერესებს. აი, ერთი წამით. მოდი მივყვათ დეფინიციას. პანთეიზმი ხო ეგ არის, რომ ყველა არის ღმერთი, ან რომ ყველაფერში არის ღმერთი. აი, მოდი ტექნიკურად ის რო ვიყოთ ზუსტები დავგუგლოთ პანთეიზმი და მივყვეთ ოქსფორდის დეფინიციას. თუ სტენფორდი ერთ წამით სტენფორდ ენციკლოპედია ფილოსოფიის. ეს ენციკლოპედია გამოიყენეთ ყოველთვის, ანუ მოდი ვნახოთ ყველაზე ზუსტი დეფინიცია რა არის. აუ თქვენთან არ ჩანს ხო? ხო, ანუ pen ნიშნავს ყველას, თეოსი ღმერთს, ყველა ღმერთი, მარტივად რომ ვთქვათ, ხო? ეტიმოლოგიურად. შემდეგ აი, მოდი Google-ის basic pitch დეფინიციას მივყვეთ. მაგრამ რამე სტენფორდის ენციკლოპედია გამოიყენეთ აუცილებლად. აი, დოქტრინა, რომლის თანახმადაც ღმერთი გაიგივებული არის სამყაროსთან. ან განიხილება სამყარო როგორც ღმერთის მანიფესტაცია. მეორე დეფინიცია არის თაყვანისცემა ან ტოლერანტულობა ბევრი ღმერთის. ნუ მეორე დეფინიცია ალბათ არ არის, რაც ანონიმუსს აინტერესებს. პირველი, მოდი შევკრათ ასე, რომ პანთეიზმი როგორც ის რომ სამყარო, აი დებილური სიტყვა არის, ყველაფერი რაც იგულისხმება სამყაროში, რომ არის ღმერთი. სამართლიანი დეფინიცია არის, ხო? სამართლიანია. მაშინ მერე თუ ყველა და ყველაფერი არის ღმერთი. ნუ ესეც ამაზეც შეიძლება რომ გააჩნია პანთეიზმი, შეიძლება თქვას რომ ყველა არის ღმერთი, მაგრამ ყველაფერი არ არის ღმერთი, ანუ ჭიქა არ არის ღმერთი. რა აზრი აქვს? თუ ყველა ღმერთი არის, ანუ ვერ ვხედავ მანდ, ანუ ჩიხი არის, რაც ან ისეთი. მერე, აი, ყველა ღმერთი არის, მშვენიერია, ღმერთები ვართ. მშვენიერია. მერე რა ვაკეთოთ? რა ღმერთული საკითხით დაუკავდეთ? ამიტომაც არ ყოფილა ისეთი მომენტი ცხოვრებაში, რომ მოვიხიბლე პანთეიზმით. აი, ყველა ღმერთი არის, ანუ თითქოს არ აბათილებს ეს სულიერ დონეზე ყველაფერს. ჩემი აზრით აბათილებს. ღმერთი არის სამყარო. აჰა, უფრო შევამციროთ დეფინიცია. ღმერთი არის სამყარო. სამყარო რა არის? ყველაფერი რაც არის, ხო? ან ყველაფერი რაც ამ კონკრეტულ ნაწილში არის, რასაც უწოდებთ სამყაროს. მაშინ ხო ყველაფერი ღმერთი გამოდის. აზრი, ანუ ძალიან dead-end ის არის რა, რწმენა, ძალიან ანუ ჩიხი არის. მაგრამ შეიძლება მაგით რამე გამოიგონო, რომ აი თუ კი ყველანი გავერთიანდით და ამოვიცანით ღმერთი საკუთარ თავში, რომ ბევრს მივაღწევთ, ან ცნობიერების ახალი დონე გაგვეხსნება ტვინში. და ეგ რელიგიური შიზოფრენია მან შეიძლება შეაპარო, მაგრამ თავისთავად მაგარი ჩიხი დოქტრინა არის. ამიტომ რა გითხრა ბატონო ანონიმუს? მადლობა სუპერჩატისთვის.